რატომ შემცირდა თებერვალში სავალუტო რეზერვები 202 მილიონი დოლარით ამ და სხვა სიახლეებზე გიყვებით რამდენიმე წამში. გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა მოსამართლე მიიჩნია, რომ ბაჩიაშვილის სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს. იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა, წლიურად კი თითქმის 6%-ით გაძვირებული რჩება. დაზღვევის სექტორის შემოსავალი 2024 წელს 1 მილიარდ 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა, პორტფელი წლიურად 200 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი შესაძლოა 200.000 ლარამდე გაიზარდოს, საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო. გამარჯობა, BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. 2025 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარი შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. სების პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ამ კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა ეროვნული ბანკის, არამედ საქართველოს მთავრობის ოპერაციები გახდა, რაც სახელმწიფო ვალის მომსახურებას უკავშირდებოდა. ამასთან ნათია თურნავას თქმით, სებს არც იანვარში და არც თებერვალში სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია. ნათია თურნავა აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის გამყარებიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას, ანუ ბაზარზე დოლარის ყიდვის დაწყებას გეგმავს, თუმცა დაგეგმილი ოპერაციების მოცულობაზე წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს. წლიურ ჭრილში კი საქართველოს საერთაშორისო რეზერვები და აქტივები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული. რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება და საგარეო ვალის მომსახურება აისახება დინამიკაზე, როდესაც გეგმაზომიერად ხდება საგარეო ვალის დაფარვა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, შემიძლია გითხრათ, რომ იანვარ-თებერვალში ჩვენ არანაირი ინტერვენცია არ გამგეხორციელებია, არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია უცხოური ვალუტა ბაზარზე. მარტიდან იწყება უკვე ის პერიოდი, რომელიც ტრადიციულად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ პირიქით შევავსოთ რეზერვები და შევიძინოთ ვალუტა ბაზარზე. ეს ქვეყნდება ხოლმე შემდეგ თვეში, არ არის მიზანშეწონილი, რომ უშუალოდ ეხა ამ პერიოდში რას ვაკეთებთ, რომ ეს ვთქვათ, იმისთვის რომ სპეკულაციური განწყობები არ წავახალისოთ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ქვეყანაში კარგი ძლიერი შემოდინებებია ვალუტის, თქვენ ხედავთ კიდევაც, რომ ლარი გამყარდა კიდევაც ეს პერიოდი, სწორედ ამის გამო თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, 2.4%, ანუ ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ რეზერვების შევსების დაწყებას. ჯარიმები არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი მიზანი არის პრევენცია სხვადასხვა დარღვევისთვის, განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა. ნათია თურნავას თქმით, ჯარიმა უნდა ემყარებოდეს სამართლიანობის პრინციპს და უნდა იყოს დარგი ზომის, პროპორციული და პრევენციულ დატვირთვას ატარებდეს. დაახლოებით 15 წელია არ შეცვლილა ჯარიმების ნიხრები და ამ 15 წელიწადში საბანკო სფერო ძალიან კარგად და სწრაფად განვითარდა და შესაბამისად აბსოლუტურად მართებული იყო ახლა დღესდღეობით ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ გავზარდეთ ჯარიმების ზედაზღვარი, თუმცა შენარჩუნებული გვაქვს რა თქმა უნდა ეს გრადაცია, ამიტომ ჩვენ იშვიათად ვიყენებთ მაქსიმალურ ზღვარს ზოგადად, მაგრამ გადავხედეთ საერთაშორისო პრაქტიკას, მერწმუნეთ სხვა განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში გაცლებთ, რომ მკაცრი მიდგომა არის. ჩვენ ჯარიმას ვიყენებთ არა როგორც წნეაქს, არამედ როგორც პრევენციას. ეს იქნება კარგი პრევენცია, რომელიც ამ გაზრდილი და მზარდი დარგის პროპორციული არის ამ შემთხვევაში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი შესაძლოა 200.000 ლარამდე გაიზარდოს, საკითხი, რაზეც სექტორი ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალს საუბრობდა, ერთი წლის შემდეგ კანონპროექტის სახით პარლამენტში შევიდა, რომლის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღეს იწყება. ცვლილებებით ერთ მსესხებელზე გაცემული მიკროკრედიტის ოდენობა ორმაგდება, თუმცა ამასთან საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნებიც. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2017 წელს მიკროკრედიტის მაქსიმალური ოდენობის ზრდამ 50.000-დან 100.000 ლარამდე სექტორის განვითარება უზრუნველყო, თუმცა მიკროკრედიტის არსებული ლიმიტი ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორია დღეს სექტორის განვითარებისთვის, რადგან ფერხდება ახალი პროდუქტების შემუშავების საშუალება და რთულდება არსებული მსესხებლების შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიკროსაფინანსო სექტორს 1.97 მილიარდი ლარის სესხები აქვს გაცემული.
შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უმსხვილეს მომპოვებელ კომპანია Georgian Manganese საგადასახადო გირავნობა დაადო. საჯაროდ უცნობია რა მოცულობის დავალიანების გამო მიიღო სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილება. საგადასახადო გირავნობის გადაწყვეტილება 2025 წლის 16 იანვრის თარიღდება. რამდენიმე დღის წინ Georgian Manganese-თან დაკავშირებულმა კომპანიამ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ექსპერტული კომპანია DMT-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვების მიწისქვეშ სამუშაოები არარენტაბელურია და ის აღარ გაგრძელდება. კომპანია ამასთან მნიშვნელოვან საბანკო და სახელფასო დავალიანებაზე მიუთითებს. იქამდე 2024 წლის ბოლოს Georgian Manganese-მა განაცხადა, რომ კომპანიაში არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით საქმიანობას რამდენიმე თვით აჩერებდნენ, თუმცა კომპანია დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასის 60%-ს გადაუხდიდა. 28 თებერვლის შემდეგ კი მაღაროელებმა ჭიათურაში გამოსვლები დაიწყეს. მიზეზი თებერვალში ხელფასების არ დარიცხვა იყო. პროტესტის მონაწილეები მთავრობასთან შეხვედრას და ჭიათურის მაღაროების მართვაში სახელმწიფოს შესვლას ითხოვენ. საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს SEMEC-ის დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის კომუნიკაციების კომისიის და სურსათს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით 15 მარტს მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი 6 მარეგულირებელი უწყება მიღებულ შედეგებს გამოაქვეყნებს და აღსრულების მექანიზმებზე ისაუბრებს. კვირეულის ფარგლებში მომხმარებლებთან სამუშაო საინფორმაციო შეხვედრებიც გაიმართება. 2 წლის სურათს თუ ავიღებთ, დაახლოებით 1500-ზე მეტი განაცხადი აქვს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს განხილული და ამ განაცხადების განხილვის შემდეგ ძირითადი გადაწყვეტილებები მიღებულია შეთანხმებით, ანუ როდესაც მომხმარებელი და მოვაჭრე თანხმდებიან და ერთის მხრივ ხდება უფლების აღდგენა და მეორეს მხრივ იმ პროცესის გასწორება, რომელმაც რეალურად შექმნა ხარვეზი. გაზრდილია მომართვიანობა, თუ ჩვენ მაგალითად შევხედავთ 2025 წლის თვეს და შევადარებთ გასული წლის იგივე მაჩვენებელს დაახლოებით 60%-იანი ზრდა განაცხადების მიღების მიმართულებით. ძირითადად აქტიურობა მიმდინარეობს ტანსაცმლის და ტექნიკით ვაჭრობის მიმართულებით. მომხმარებელთა დაცვის კუთხით SEMEC-ი აქტიურად მუშაობს, ხოლო გასულ წელს 3000-ზე მეტი მომხმარებლის საჩივარი განცხადება დარეგისტრირდა კომისიაში, ყველა მათგანი იქნა განხილული. თითქმის 3 მილიონ ლარამდე არასწორად ან ზედმეტად დარიცხული ან კიდევ ხანდაზმული დავალენების სახით ჩამოეწერათ მომხმარებლებს და გარკვეული კომუნალური სერვისების დაგვიანებით მიწოდებისთვის 800,000 ლარამდე მომხმარებლის სასარგებლოდ მოუწიათ კომპენსაციების გადახდა კომუნალურ კომპანიებს. ჩვენ ვამარტივებთ მომხმარებლებთან ურთიერთობის ნაწილს და ყოველწლიურად ახალ ელექტრონულ სერვისებს გეგმავთ, ან არსებულ ელექტრონულ სერვისებში ვამატებთ სხვადასხვა მიმართულებებს. ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის დადგენილ 20%-იან ზღვარს გადააჭარბა, როგორც SEMEC-ის თავმჯდომარე დავით ნარმანი ამბობს. ამ დროისათვის ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში განაცხადების მიღება შეჩერებულია. ამის თაობაზე მან მარეგულირებლის მიერ ორგანიზებულ მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეეხება სააქციო საზოგადოება TELAS განცხადების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, იმის გათვალისწინებით, რომ პიკური დატვირთვის 20%-იანი ზღვარი ასათვისებელია. მარეგულირებელმა კომისიამ 14-დან 20%-მდე გაზარდა პიკური დატვირთვის შესაბამისად ქსელში საინტეგრირებელი მწვანე ენერგიის მოცულობა, თუმცა აღნიშნული კვოტა 2 დღეში შეივსო ენერგოპროს ქსელში. TELAS-ში ჯერ კიდე ნახევარი არ არის შევსებული და შესაბამისად გრძელდება იქ განაცხადების მიღება. ენერგოპროში შევსების შემდეგ რა განაცხადებით შედის, ყველა მათგანი დახარვეზდება. ამ ეტაპისთვის ვიდრე კანონმდებლობაში არ განხორციელდება ცვლილებები და ნეტო დარიცხვის სისტემაზე არ გადავალთ, მანამდე ჩერდება ახალი განაცხადების მიღება, თუმცა ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან და ველოდებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მოხდება შესაბამისი ცვლილებები კანონში. ჩვენი წესის პროექტიც მზად არის და შესაბამისად ზაფხულიდან შესაძლებელი იქნება ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა.
დაზღვევის სექტორის შემოსავალი 2024 წელს 1 მილიარდ 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 2023 წელს მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება. ამის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით სადაზღვეო სექტორი მზარდია, ბოლო 5 წლის განმავლობაში სადაზღვეო პრემია, ანუ სადაზღვეო კომპანიების შემოსავლები გაორმაგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი აქტიურად ერთვება და სხვადასხვა პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. ცნობისთვის სადაზღვეო ბაზრის 2024 წლის მიმოხილვა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა სადაზღვეო პრემია, ანუ შემოსავლები სადაზღვეო კომპანიების. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი აქტიურად ერთვება და იზრდება სხვადასხვა სადაზღვეო მიმართულებით ყიდვა სხვადასხვა დაზღვევების. წლევანდელი 2024-ის რიცხვი, რომელიც ახლა შეჯამდა და პირველადი მონაცემებით ეს არის უკვე 1 მილიარდ 260 მილიონი. Daxolit 200 მილიონზე მეტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით 2024-ში. ეს არის ძირითადად ორი მიმართულებით, სამით შეიძლება ეს უკვე პირველი რომ ზოგადად ადამიანები უფრო ჯერად სადაზღვეო პროდუქტს და მეწყიდულობენ, მეორეა ფასებიც იზრდება რა თქმა უნდა, მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევაში გაიზარდა ფასები, ეს და არის ესე იგი ჯანდაცვაში, გაგოძილად ქონების და არის ასევე ავტომობილების დაზღვევაც გაზრდილია სექტორს ეთქობა, რომ უფრო მყარად განან დღეს ფეხზე და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. პოლიტიკურმა რისკებმა ქართული ბანკების მიმართ შესაძლოა ინვესტორთა კეთილგანწყობაზე ნეგატიურად იმოქმედოს. ამის თაობაზე Fitch Ratings-ის ახალ მიმოხილვაშია ნათქვამი, სადაც გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო DST-სა და საქართველოს ბანკების მიერ ევროობლიგაციების გამოშვებას აფასებს და მიიჩნევს, რომ DST-ს პლუს ქვეყნების ბანკების მიერ ევროობლიგაციების გამოშვებამ შესაძლოა რეკორდულ 2024 წელს მიაღწიოს, რაც განპირობებულია რეფინანსირების საჭიროებით, ასევე ხელსაყრელი ეკონომიკური პირობებით, ინვესტორთა პოზიტიური განწყობებით. ველით რომ ყაზახეთის და უზბეკეთის ბანკები ამ კუთხით ლიდერები იქნებიან, წერს Fitch-ი. ამავე ანგარიში სააგენტო აღნიშნავს, რომ არელის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ბანკების მიერ ევროობლიგაციების განთავსებას ამასთან მიუთითებს, რომ ქართული ბანკები, TBC და საქართველოს ბანკი განთავსების შემთხვევაში შესაძლოა შეეჯახონ ინვესტორთა მხრიდან ნაკლებ კეთილგანწყობას პოლიტიკური რისკების გამო, რომელიც ასახულია ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ნეგატიური პროგნოზით. მიუხედავად ამისა, ამ ბანკებს მეტწილად მდგრადი და მყარი მაჩვენებლები გააჩნიათ. საქმის კურსი ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.